საღამომშვიდობისა მოგესალმებით თქვენ უყურებთ რვიანს მე ვახოს ანაია ვარ გადაცემის პირველ ნაწილში ჩვენ ვისაუბრებთ აქტუალურ საკითხზე რაზეც გამოხმაურება შეფასებები და უკმაყოფილება არ წყდებოდა ბოლო დღეების განმავლობაში ძალიან ხშირად მოისმენდით საუბარს საზოგადოებრივი ტრანსპორტის შესახებ მიკროავტობუსებზე ჩვენს დედაქალაქში მძღოლები მგზავრები და კონდიცირების პრობლემა ტრანსპორტში კომპანიამ თქვა რომ 66 მძღოლს 10 დღით მიკროავტობუსის მართვა აეკრძალა მოაგვარებს თუ არა ეს გადაწყვეტილება პრობლემას დედაქალაქის მერიის პოზიციას მოისმენ დღეს ასევე პრობლემის გადაჭრის გზებზე ჩვენი სტუმარი იქნება საკრებულოს წევრი შალვა ოგბაიძე და დედაქალაქის მერიის პოზიციას გვეტყვის თბილისის მერის მოადგილე ირაკლი ლექვინაძე მე მივესალმები ჩვენს სტუმრებს საღამომშვიდობისა ბატონებო დიდი მადლობა რომ მონაწილეობთ დღეს ჩვენს გადაცემაში მოგესალმებით ბატონო ირაკლი ბატონ შალვა ვიდრე ჩვენ გადავიდოდეთ სიტყვა პასუხის რეჟიმზე მინდა მოგასმენინოთ თქვენს და მაყურებელსაც როგორც მძღოლების ასევე მგზავრების პოზიცია ჩვენმა ჟურნალისტმა ისინი დღეს ჩაწერა დედაქალაქში და ვნახოთ ეს სკოლაში ერთი უნდა კონდიციონერი მეორეს არ უნდა რაღაც ავამტყოისაა და ყველა აბაროძე სისხლი გამიშრეს. ხარჯებზე არა აქვს საუბარი, მარტო პირად ხარჯებზე და ჯიბის ხარჯზე. ეგ აბუჯებს პირდაპირ მანქანას, მოტორს. ახურებს, მოტორი გაბუჯდება, ხარჯები იზრდება, რა თქმა უნდა. ზუსტად დამატებით ხარჯებთანაა დაკავშირებული, ჩართული არის თვითონ ხედავ და გახედი აგერ რა ის არის. მოტორს დატვირთვა, ძალიან დიდი დატვირთვა აქვს და ხარჯიც მეტია და საწვავიც მეტი უნდა. გამომდიო არის ჩართული და კარგად ვწავს. ჩაურთვია ჩემთვის. უჭებული არის და რიგში ვდგევარ. გაკეთე მომიწევს რიგი გავაკეთებ გამოვალ. ჩემთვის საწვავის ხარჯი არის მეტი არაფერი. არ არის არც ერთხელ რამდენჯერაც ახლა თბილისში მოვხდი არ ჩართულა კონდიციონერი რა თქმა უნდა ცხელა. დედიდან საღამომდე თუ ჩართა კონდიციონერს 15 ლარის სალიარგა დამატებით გინდა. აი 68 მომსახურეობით ძალიან კმაყოფილი ვარ, იმიტომ რომ ყოველ დღე დავდივარ ამ მარშრუტით. და არის კონდიციონერიც და ყველაფერი გზამთარშიც თბილა, ზაფხულში გრილა. ზოგ შემთხვევაში არის ხოლმე ჩართული კონდიციონერი, დღეს გამიმართლა 17-ში იყო ჩართული. მე დისაგუსტავებ არა ჩართული. ძველი მანქანებია, ფორდები, აგე სულ აშლილები, დანგრეულები, დამონგრეულები, უბრალოდ გაკრასყული აი თვალისთვისა რო შეხედა კარგია, მაგრამ შინიდან არაფერი არ არის შეჭრება. ჩვენ მოკლე მარშრუტია და დავამხო. ხარჯებიდან ის არის რომ საწვავი მიდის ბევრი. 5 ლარი დააკლეს, მაგრამ მთელი დღე რომ ჩართოთ კონდიციონერი, აქ 10 ლარზე მეტი ხარჯი მიდის. საწვავს მეტყავს. მანქანას ძალიან ანჯავს. მოსაღრე ტანჯავს მე რა ვქნა მე, მაშინ ხელფასი მომცენდა. დამატებით ერთანაც არის და თუ მანქანა უძლებს მუშაობს კონდიციონერი, თუ არა და მე აი ასეთი იყო კომენტარების ნაწილი რომელიც ჩვენ ჩავწერეთ დღეს თბილისში ბატონო ირაკლი მონიტორინგის შედეგად ჩვენ ვიცით გვაქვს ინფორმაცია უთხარით კიდეც ცოტა ხნის წინ ჩვენს მაყურებელს რომ 66 მძღოლს 10 დღით აეკრძალა მიკროავტობუსის მართვა თქვენი აზრით ეს არის პრობლემის გადაჭრა მოგესალმებით კიდევ ერთხელ ჩვენს მაყურებელს მივესალმები. მე გეტყვით უბრალოდ რომ ნებისმიერი საკითხი რომელიც დაკავშირებულია თბილისში სამარშრუტო ეგრეთ წოდებული მარშრუტკებით მოქალაქეების მომსახურებასთან იმ კონტრაქტით რომელიც არსებობს თბილისის მერიასა და კერძო ოპერატორს შორის არის აბსოლუტურად კერძო კომპანიის კომპეტენცია რომ მან უზრუნველყოს მძღოლებთან ურთიერთობების დალაგება, მან უზრუნველყოს მგზავრობისთვის იმ პირობების უზრუნველყოფა, რომელიც აუცილებელია კომფორტული მგზავრობისთვის. ბუნებრივია გარკვეული კონტრაქტითაც ეს ვალდებულება მათ გააჩნიათ, მაგრამ ამ ვალდებულების შესრულება მათი მხარეს ბუნებრივია უნდა მოხდეს და როდესაც დადგა საკითხი მთლიანობაში და მოქალაქეების მხრიდან ძალიან ბევრი წუხილი იმასთან დაკავშირებით, რომ ცხელი ამინდის პირობებში იყო არაკომფორტული გადაადგილება კომპანიასთან აქტიური თანამშრომლობით, კოორდინაციით, ჩვენი სამსახურის წარმომადგენლებიც ჩაერთვნენ იმ მონიტორინგის ჯგუფებში, რომლებიც აკონტროლებდნენ ჩართულობის და ამ კონდიციონერის ჩართულობის პროცესს
სამგზავრო მარშრუტებში და ეს უკვე მიმდინარეობს სადღაც 18 ივლისიდან და ვფიქრობთ რომ გარკვეული შედეგები ამას გააჩნია. ბუნებრივია არის გარკვეული საკითხები რომელიც უკავშირდება თვითონ გზავრების პრეტენზიებთან, არის საკითხები რომელიც უკავშირდება თვითონ მძღოლის დამოკიდებულებას და ასევე მესამე საკითხი ეს არის თვითონ კომპანიის საკითხი რომელიც უკავშირდება ტექნიკურ გამართულობას თვითონ ამ კონდიციონერების. ეხლა ჩვენ გვაქვს იგივე თუნდაც დღევანდელი სტატისტიკა რომელიც ამ მონიტორინგის ჯგუფის შედეგად იქნა გამოვლენილი, რომელიც ჩვენი ასე ვთქვათ ჩვენი ჩართულობით მერის სამსახურების კომპანიის მიერ შექმნილი მონიტორინგის ჯგუფები თბილისის სხვადასხვა წერტილებში ახორციელებენ ამ მონიტორინგს და ამოწმებენ დაუშვათ იგივე პროცესს არის თუ არა უზრუნველყოფილი გაგრილების სისტემით მიკროავტობუსები. და აღმოჩნდა რომ კონდიციონერების ნაწილი საერთოდ გამოსულია. დღეს დაახლოებით დღევანდელი რამდენიმე ციფრს გეტყვით, დაახლოებით 460-ზე მეტი შემოწმება განხორციელდა, 460-დან დაახლოებით 200-მდე იყო 200-მდე სამარშრუტო ტაქში იყო კონდიციონერი ჩართული, დაახლოებით 51-ში აღმოჩნდა დაზიანებული, რომელიც ექვემდებარება როგორც ამას კომპანია აცხადებს და ასევე ჩვენც ვაძლევთ მითითებას ამასთან დაკავშირებით კომპანიას რომ ასეთი ტიპის სამარშრუტო ტაქსები არ გამოვიდეს ხაზე, რომელსაც დაზიანებული აქვს და კომპანიამ უნდა უზრუნველყოს ამ კონდიციონერების შეკეთება და ასევე დაახლოებით 220-ზე მეტ ესეთ სამარშრუტო ტაქსში ასე ვთქვათ ძღოლის მიზეზით იყო სხვადასხვა მიზეზები მოყვანილი, არ იყო ჩართული კონდიციონერება. მე მინდა ყველას მოუწოდო განსაკუთრებით მძღოლებს მაღალი პასუხისგებლობისაკენ, მით უმეტეს ჩვენთვის ცნობილია რომ კომპანიამ ზაფხულის პერიოდში გასწია გარკვეული შეღავათი და ყოველდღურად გადასახდელი თანხა შეამცირა იმ მოცულობით, რომელიც საშუალებას იძლევა რომ გადასახადის დამატებით ხარჯი, რომელიც წარმოიშვება კონდიციონერის ჩართვის შედეგად იქნას ამით გარკვეულწილად დაკომპენსირებული, ასევე მოქალაქეებსაც მინდა ხოვა მაქსიმალურად კორექტულები იყვნენ მძღოლების მიმართ, რადგანაც ისინი ყოველდღიურად მუშაობენ საკმაოდ ასე ვთქვათ აქტიურ და მძიმე რეჟიმში და ბუნებრივია ეხა იქ გარკვეული ტიპის კონფლიქტები მიზანშეწონილი არ არის და ასევე ამასთანავე იყვნენ ძალიან აქტიურები თუ არ არის დაცული მგზავრობისთვის შესაბამისი პირობები არსებობს ცხელი ხაზი როგორც კომპანიაში ასევე ჩვენთან და ამის შესახებ შეგვეთხოვა. აი რაც შეეხება დაკლებას ხო თანხის რაც თქვენ ახსენეთ, აი მე ერთ-ერთი მძღოლის სიტყვები შემიძლია მოვიყვანო აქვე პირდაპირ ეთერში. ჩვენ 5 ლარი დაგვიკლეს და 51-ის ნაცვლად 46 ლარი უნდა ჩავაბაროთ. მაგრამ თუ აქამდე 30 ლიტრი ბენზინი მჭირდებოდა, გუშინ მას შემდეგ რაც კონდიციონერი რამდენჯერმე ჩავთე, 37 ლარი დამჭირდა. დაკლებული თანხა საკმარისი არ არის. ჩვენ რომ ხელფასი გქონდეს და ისინი თვითონ ასხამდნენ საწვავს, სხვა ამბავია. ჩვენი სახსრებით კეთდება ეს ყველაფერი, დღიური გეგმა კი ყოველდღე უნდა ჩავაბაროთ. ანუ მე როდესაც დაგისვით შეკითხვა ეს ზომები რაც იქნა მიღებული მონიტორინგის შედეგად საკმარისია თუ არა იმისთვის რომ ეს პრობლემა მოგვარდეს და რამდენიმე დღეში ან რამდენიმე კვირაში კვლავ იმავე საკითხის განხილვა არ მოგვიწევს. მე გეტყვით შემდეგნაირად, ჩვენთვის თბილისის მერიისთვის მნიშვნელოვანია რომ თბილისში მიკროავტობუსებით გადაადგილება იყოს კომფორტული და ის ვალდებულებები, რომელიც გააჩნია კომპანიას, ეს ვალდებულებები სრულდებოდეს. ყველა ის შენიშვნა, პრობლემა თუ ხარვეზე, რომელიც ფიქსირდება ჩვენ ამას შენიშვნების სახით უგზავნით კომპანიას, რადგანაც კომპანია არის შემდეგ მხარე მძღოლებთან მიმართებაში, რომელმაც ფორმების შერჩევით ეს კომპანიაზე დამოკიდებული უზრუნველყოს იმ პირობების დაკმაყოფილება, რაც კომფორტული მგზავრობისთვის არის მნიშვნელოვანი. ნებისმიერი საკითხი, ბევრია თუ ცოტაა 5 ლარი, ამ პირობების გაუმჯობესება იქნება თუ ასე შემდეგ, ეს არის მძღოლსა და კომპანიას შორის ურთიერთობის საგანი და არსებობს სხვადასხვა ფორმები, როგორ შეიძლება ამ საკითხებზე გარკვეული შეთანხმებების მიღწევა. თუ ჩვენი ჩართულობა ამ პროცესში, როგორც ესე რომ ვთქვათ, რეკომენდატორი მხარის იქნება, სამი არ მინდა ეხლა რაღაც გამომივიდეს თითქოს რაღაც პასუხისმგებლობას ვირიდებთ თავიდან, სამწუხაროდ ის ძველი კონტრაქტი, რომელიც არსებობს მიკროავტობუსებთან, ხეს რომ ჩვენ გქონდეს საშუალება ბევრად უფრო, ესე რომ ვთქვათ, უკეთესი პირობებით თბილისის მერიისთვის გავაფორმებდით ამ კონტრაქტს და ბევრად უფრო მეტი ბერკეტი გვექნებოდა, თუმცა არსებული სამართლებრივი ჩარჩოს პირობებში რა საშუალებაც გვაქვს, ჩვენ ვცდილობთ მაქსიმალურად დავიცვათ
მოქალაქეების ინტერესები და ამ კუთხით გასაგებია, კიდევ დაგიბრუნდებით. ბატონო შალვა, აი კონტრაქტი იქნა აქ ნახსენები. თქვენი აზრით ეს კონტრაქტი მორგებულია მხოლოდ კომპანიის ინტერესებს თუ აქ არის მგზავრების ინტერესებიც გათვალისწინებული ისე, რომ დედაქალაქის მერიას შეეძლოს უფრო ქმედითი ნაბიჯების გადადგმა. აი რეკომენდატორი ახსენა ახლა ბატონმა ირაკლიმ, აი რეკომენდაციის იქით დედაქალაქის მერიას უნდა კონდეს თუ არა სხვა ბერკეტები. მოგესალმებით კიდევ ერთხელ. ძალიან ყურს ჭრის, როდესაც მერია აცხადებს, რომ არის რეკომენდატორი. ხელშეკრულება არის ერთგვარი მართლაც ხელების შეკვრის საშუალება, რომელიც ძალიან მკაცრად განსაზღვრავს მხარეთა პასუხისგებლობას და არა ოდენ მხოლოდ და მხოლოდ რეკომენდაციის მიცემას, თქვათ, მართველი კომპანიისადმი. მე შემიძლია გითხრათ, რომ ყვითელი მიკროავტობუსების თემა ეს არის მადლობა რაც პოზიტიურია და ყველაფერი კარგად გაკეთა, მაგრამ ეს თემა გახლავთ სწორედ ის შეუსრულებელი მისიათაგანი სიტი პარკის ანალოგიურად სიტი პარკის ყმადაღებული თემისა და კიდევ სხვა მრავალი თემისა, რაზეც იყო დაპირება ამ მოწვევის მერიისა 2000. ბატონ შალვა, ბატონმა ირაკლიმ თქვა, რომ ეს ჩვენ უკეთესი პირობებით შევადგენდითო, ჩვენ რომ შეგვედგინა ეს კონტრაქტიო, რა შეეძლო გაეკეთებინა უკვე გაფორმებულ კონტრაქტზე. მე ჩამოვაყალიბო, რა არის პრობლემა და რა უნდა გაკეთდეს. ესე იგი, ეს ხელშეკრულება რომ მორგებულია, აი თქვენს იმპროვიზებულ გამოკითხვაშიც გამოჩნდა. მგზავრი, მძღოლი და მართველი კომპანია. აი ეს სამი მხარეა, ხომ? უკმაყოფილოა მგზავრი, უკმაყოფილოა მძღოლი, ვინ არის კმაყოფილი და სხვათა შორის ერთგვარად ნიშანდობლივია, რომ აი აქ არის კომპანიის წარმომადგენელი, რომელსაც ისინი იყვნენ დღეს ერთ-ერთ ეთერში ჩვენთან დილით და თავის პოზიცია თქვეს. ესე იგი, აქ მხოლოდ კონდიციონერს ნუ დავიყვანთ მარტო ღილაკის ხელის დაჭერაზე, ძალიან მარტივია. რა არის ამის უკან? მოდი ეს კითხვები ჩამოთვალოთ, ის პრობლემები, რაც ჩანს ამ ხელშეკრულებაში. განა დასამალი არ არის, განა ბატონმა ირაკლიმ არიცი ჩვენ ამაზე ძალიან ხშირად ქონია სამწუხაროდ საუბარი, რომ ყვითელი მიკროავტობუსებით 15 კაცზე პლუს მძღოლი, ანუ 15 პლუს 1 ადამიანის მგზავრის მჯდომარე მდგომარეობაში, მხოლოდ მჯდომარე მდგომარეობაში არის ნებადართული გადაყვანა. განაცნობილი არ არის, რომ ფეხზე დადგომა არ შეიძლება ავტომობილში. განაცნობილი არ არის, რომ ის დატვირთვა, რომელსაც ღებულობს ავტომობილი, თქვათ 10 ადამიანის, ეს დაახლოებით 1 ტონამდე ზედმეტი ტვირთია, გადატვირთვა, რომ უარყოფითად მოქმედებს ძრავის ტექნიკურ-ეკონომიურ მაჩვენებლებზე. ის უბრალოდ ვეღარ ერევა და დამატებით კონდიციონერი უბრალოდ მანქანა ვეღარ მიდის. განა ცნობილი არ არის, რომ ის პრობლემა, როდესაც ზღოლს შეხება აქვს ფულთან, ეს არის კიდევ ცალკე პრობლემა ამ ხელშეკრულების ერთ-ერთი სუსტი ნაწილი, როდესაც ზღოლს აქვს აკიდებული ამ მანქანის რემონტი, საწვავის შესხმა, მოვლა და სხვათა შორის მას 25 დღე აქვს ვალდებულება თვეში და დღეში დაახლოებით 10-12 საათი უწევს გატარება საჭესთან და საერთოდ თავის სამუშაო ადგილზე მის შრომის უფლებების დაცვაზე ლაპარაკი ზედმეტია. ამ ყველაფრის ერთობლიობა იძლევა იმ სურათს, რაც ჩვენ გვაქვს. მე სამწუხარო პროგნოზი შემიძლია გავაკეთო. თუ არ გადაწყდა გარკვეული, არ შემუშავდა მოქმედების გეგმა და ეს ეთერი ნამდვილად ახლა ამისთვის განკუთვნილი არის, მაგრამ რამოდენიმე ფუქს მაინც ვიტყვი, მომავალ წელს ბატონო ვახტანგ, ჩვენ აუცილებლად სამწუხაროდ კვლავ გვექნება ამაზე საუბარი. აი რას გულისხმობთ მოქმედების გეგმაში, ბატონო შალვა? მოქმედების გეგმა რა არის? ჩვენ ერთი არის სადღეისო და მეორე არის რა უნდა გაკეთდეს მომავალში აი გეგმის შემუშავებასა. სადღეისო რა არის? სასწრაფოდ მერიამ მე არ ვიცი დაშვებული თუ დაშვებელი ბრძოლაში ყველა მეთოდი დაშვებულიო ამბობენ ფეხბურთში სიყვარულში რა ვიცი მე ვთვლი რომ ახლა თბილისის სიყვარულში ყველა ნება დართულია რომ აუცილებლად უნდა აიძულო რომ კონტრაქტორი ფირმა მოიყვანო გადასინჯოს მან თავისი ბიზნეს გეგმა და თავისი თანხა ამოიღოს არა თქვა 4 წელიწადში, არამედ 5 წელიწადში და შეუმციროს, მე ვაბო, მინიმუმ უნდა გაუნახევროს მძღოლებს გადასახადი. უნდა ეკრძალოს მძღოლებს გადაყვანა ფეხზე დგომით მგზავრების. ამის შემდეგ ისინი აუცილებლად შეასრულებენ ამ პირობებს. გარდა ამისა, კონტრაქტორ ფირმას უნდა დაევალოს ის რაოდენობა მიკროავტობუსების შემოიყვანოს, რაც მას კონტრაქტინგთან გათვალისწინებული. გარდა ამისა, მერი არ უნდა შემოიფარგლოს მარტო რეკომენდაციით, არამედ მან უნდა მონიტორინგი გაუწიოს იმ ვალდებულებას, რაც აქვს აღებული კონტრაქტორ კომპანიას
კომპანიას ყოველდღე კონკრეტულ ხაზზე კონკრეტული რაოდენობა მიკროავტობუსების გასაგებია ბატონ შალვა კიდევ მოგცემთ სიტყვას ბატონო ირაკლი აი რადგან ჩვენ ხელშეკრულებას უკვე შევედით და ბოდიში დავასრულებ აი ეს ბატონ ირაკლისთან ერთად ჩვენ ერთობლივად გავაკეთეთ სხვათა შორის აი ეს ერთ-ერთი სიცხვილის ფურცელია როდესაც აი ამ კონტრაქტორმა კომპანიამ დიზელის ძრავები ამოიღო ყვითელი მიკროავტობუსებიდან და ელიავაზე ნაყიდი მერსედესის ბენზინის ძრავები ჩადგა და გაზზე გადაიყვანა და გაზზე შესაბამის სერტიფიკატს იძლევა სოფელ ჭანდარში გურჯაანის რაიონის სოფელ ჭანდარში არსებული ფირმა ედა არ ვიცი ალბათ ელოდა მიხო არ ვიცი და აი ეს არის სუფთა თაღლითური აფიორა რომელზეც სასამართლომ ხომ ალბათ ცალკე გადაწყვეტილება უნდა მიიღოს და ჩვენი ხმაურის მერე და უნდა ვთქვა რომ ბატონი ირაკლის მხარდაჭერი სასამართლოშია გადაცემული ეს გასაგებია კი ბატონო ირაკლი თქვენ გაქვთ შესაძლებლობა გასცეთ პასუხები უპირველეს ყოვლისა მაინტერესებს ხელშეკრულებასთან დაკავშირებით ჩვენ გვახსოვს როგორი აჟიოტაჟი იყო City Park-თან დაკავშირებით ხდება თუ არა იგივე აქაც აი აქვს თუ არა მერიას ბერკეტები და შესაძლებლობა რომ გადახედოს ამ ხელშეკრულებას მე პირველ რიგში აი გასთან გადაყვანასთან დაკავშირებით გეტყვით მე მინდა უთხრა მაყურებელს ბატონ შალვას რომ გაზის გადაყვანის გაზის ძრავაზე გადაყვანა მართლაც განხორციელდა და რამდენიმე დაახლოებით 100-ზე მეტი ერთეული 106 ერთეული იყო ასეთი მარშრუტი და ჩვენ ერთად შევძლებთ ბატონო ტაქსის რაოდენობა სამართლო ტაქსის რაოდენობა სასამართლო პროცესი მოგებულია და კომპანიას ვალდებულება აქვს რომ ეს გაზზე მომუშავე ძრავების ამოღება განახორციელოს ანუ ასეთი ტიპის ძრავები ექსპლუატაციაში ძრავის მქონე მარშრუტები ექსპლუატაციაში არ გაუშვას რადგანაც სამწუხაროდ საქართველოში არ არის ტექნიკური საშუალებები და ესეთი ტიპის კუსტარულად ესე რომ ვთქვათ განხორციელებული პროცესი არ ითვლება ესე რომ ვთქვათ საფრთხის უსაფრთხოების მატარებლად. რაც შეეხება კონტრაქტს სამწუხაროდ ბევრი კონტრაქტია, კიდე ერთხელ მე ბევრჯერ მithქვამს და გავიმეორებ, წინა პერიოდში გაფორმებული, იგივე შემიძლია გითხრათ რეკლამასთან დაკავშირებით, შემიძლია გითხრათ სამართლო ტაქსებთან დაკავშირებით, City Park-თან დაკავშირებით, რომელიც ძალიან კარგი кейსია იმისათვის, როგორი არ უნდა იყოს კონტრაქტი მუნიციპალიტეტსა და კერძო ოპერატორებს შორის. ანალოგიური შემთხვევაა, აქაც რაც City Park-თან დაკავშირებით. სამხრივია ეს კონტრაქტი და მე კიდე ერთხელ ვამბობ, ეს რომ ჩვენ მქონდეს საშუალება ბევრად უფრო სწორ და უფრო კარგ კონტრაქტებს გავაკეთებდით იგივე მუნიციპალიტეტის სასარგებლოდ, რომელიც საბოლოო ჯამში თბილისელების ინტერესების გამომხატველია, კონტრაქტის გაწყვეტა ხშირად დგას ეგ საკითხი, რომ რატო არ აკეთებთ ამას. რამდენიმე მიზეზის გამო ძალიან მარტივია, იგივე მარშრუტებთან გეტყვით. პირველი ეს არის ზარალი მუნიციპალიტეტისთვის, რადგანაც კონტრაქტს გააჩნია ვადა და ამ ვადამდე ნებისმიერი ადრე ჩატარებული ქმედება ეს ნიშნავს მიუღებელი შემოსავლის დაკისრებას მუნიციპალიტეტისთვის, რაც საკმაოდ სოლიდური ციფრი იქნება და მეორე ციფრს გეტყვით ძალიან მარტივს. ეხლა ბევრი ფიქრობს ალბათ და მათ შორის მეც რომ შეიძლება სამართლო ტაქსები, ეს არის ზოგადად პოსტსაბჭოთა მოვლენა და ნებისმიერ ევროპულ ქალაქში შეიძლება სამართლო ტაქსები, როდესაც არის განვითარებული საზოგადოებრივი ტრანსპორტი არ არსებობს, მაგრამ დღევანდელი სტატისტიკა აჩვენებს რომ მიკროავტობუსებს გადაყავს დაახლოებით წელიწადში 220 მილიონამდე მგზავრი, მაშინ როდესაც მეტროს და ავტობუსს ერთად აღებულს იგივე. თავი რომ დავანებოთ იმას, დავუშვათ კონტრაქტის ვადამდე ადრე გაწყვეტა, რაც შეიძლება ზარალი მოუტანოს მუნიციპალიტეტს, არის აი ეს გამოთავისუფლებული გზარდნაკადი, რომელსაც უჭირდება ადეკვატური საზოგადოებრივი ტრანსპორტი. ანუ დღევანდელ მოცემულობაში მიკროავტობუსები თქვენ ამბობთ, რომ საჭიროა დედაქალაქისთვის. მაგრამ აქ გვაქვს საკითხი დგას ასე, ბატონო ირაკლი, ხომ? ესე იგი, ნიშნულოვანია კომპანიამ მიიღოს მოგება, ეს ერთი, ძღოლებს ჰქონდეთ ნორმალური პირობები სამუშაო და მესამე მგზავრები იყვნენ კმაყოფილი. შესაძლებელია თუ არა ამ ხელშეკრულების ფარგლებში, რომ ეს სამივე კომპონენტი დაკმაყოფილდეს. მე მაინც გონია რომ რა თქმა უნდა ეს შესაძლებელია, როდესაც ორი მხარე არის ერთმანეთთან საკონტრაქტო ურთიერთობებში, იქ ყოველთვის არის გარკვეული უპირატესობების და ესე რომ ვთქვათ, დამატებითი პირობების მოპოვებაზე ყოველთვის არსებობს გარკვეული ჭიდილი, თუმცა ვფიქრობთ, რომ ამ კონტრაქტის პირობებში შესაძლებელია, ამიტომაც არის კომპანიასთან ჭიდრო თანამშრომლობა იმ კუთხით, რომ აი ეს პირობები მაქსიმალურად იქნას მიღწეული და მონიტორინგის ჯგუფები სწორედ ამიტომაც იქნა ჩამოყალიბებული კომპანიის მიერ და ჩვენი ჩართულობაც იმიტომაც არის, რომ მაქსიმალურად მოქალაქეების ინტერესები, რომელიც ის წუხილები, რომელსაც ისინი გამოთქვამენ, ეს იყოს დაცული. თუმცა კიდევ ერთხელ ვიმეორებ, არავის საწინააღმდეგო მძღოლების მიმართ არ აქვს, მათაც რა თქმა უნდა აქვს თავიანთი პრობლემები, რომ ყოველდღიურ რეჟიმში ისინი არც თუ ისე ესე ვთქვათ, საკმაოდ ძიმე პირობებში მუშაობენ, მათ შორის სიცხეში და ასე შემდეგ, საკმაოდ ძიმე რეჟიმი აქვს, ამიტომ მათი მხრიდან თუ
თუ რაიმე არის ისეთი რაც მათ სჭირდებათ რომ კომპანიის მიმართ ეს საჭიროება დააყენონ, უნდა დააყენონ და ისაუბრონ დავუშვათ იგივე პირობებზე, რომელიც მათ კომპანიასთან საკონტრაქტო ურთიერთობებით აქვს. ყველა ძღოლს ხელმოწერილი აქვს გარკვეული პირობებზე ხელმოწერა აქვს აკეთებული, რასაც თავს რომ ის ეთანხმება იმ შემოთავაზებას, რაც კომპანია მას თავაზობს. მაგრამ ფაქტია რომ ეს პრობლემა და კონტრაქტის გაუმჯობესება ბუნებრივია. მათ შეუძლიათ ამ მიმართულებით კომპანიასთან ერთად იმუშაონ. ბატონ შალვა, აი თქვენ ნაწილობრივ შეეხეთ ამ საკითხს, მაგრამ კიდევ მინდა გკითხოთ ის რაც ვკითხე ბატონ ირაკლის. ამ ხელშეკრულების ფარგლებში შესაძლებელია თუ არა ამ სამივე კომპონენტის დაკმაყოფილება? გამორიცხულია. მე ვაკეთებ სამწუხარო პროგნოზს. აი თუ არ მოხდა მერიის მიერ იძულება ამ კომპანიის და ამ კომპანიასთან დადებული წინა ხელშეკრულების დროს მე არ მიყვარს აპელირება წინა ის არის უკვე ასე თქვა წარსულია, მაგრამ ფაქტია რომ ნებსით უნებლიეთ მერია და რაც ყველაზე სამწუხაროა თითოეული ჩვენი თანამოქალაქე რომელიც სარგებლობს ყვითელი მიკროავტობუსებით არის მძევალი ამ მართლაც ძალიან ცუდი ხელშეკრულების თუ ამ ხელშეკრულების გადახედვა არ მოხდა არავითარი სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს რომ მერია მოედავოს ამ მართლ კომპანიას. ამიტომ კიდევ ერთხელ ვამბობ გამოსავალი არის მოლაპარაკების მაგიდასთან მიჯდომაზე ამ ბიზნეს გეგმის რაც ბიზნეს გეგმა გააჩნია ამ კომპანიას გადახედვაზე, გადასინჯვაზე და გადასახადების შემცირებაზე, ყოველდღიური გადასახადის. მაგრამ თუ კი City Park-თან დაკავშირებით ეს ვერ მოხერხდა ბატონ შალვა, რანაირად უნდა მოხერხდეს აქ ამ შემთხვევაში? ნუ ეხლა თქვენ ის მაგონებს უკვე ის ქუთაისში რო ჩავიდა შემოწმებელი და ბომბი რო ჩამოვარდეს, რა მოგივათ იცით თქვენო და შევწხვებით. ნუ დამთავრებულია. ნუ ესე იგი ეს არის ის შეუსრულებელი მისია, ის დაპირება, რაც ამ შემადგენლობა, მერის ამ შემადგენლობა მისცა და ჩვენ უკვე უნდა ვიფიქროთ, როგორ მართველს უახლოეს მომავალ წელს არის არჩევნები მივცეთ ხმა, რომელიც ამ პრობლემას მოგვიგوارებს. ნუ სხვა გამოსავალი არ არის. ბატონო ირაკლი, მე მახსოვს, როდესაც ამ ტენდერის საკითხები იყო გასულ წლებში წინა ხელისუფლების დროს, მაშინ ოპოზიცია ამბობდა, რომ ტენდერი თბილისის მერთან გიგი უგულავასთან დაახლოებულმა ბიზნეს ჯგუფმა მოიგო, რათა ამ ბიზნესის მონოპოლიზება მოეხდინა. მაშინ დედაქალაქის მთავრობა და ზოგადად ხელისუფლება ამას უარყოფდა. თქვენ რა პოზიცია გაქვთ? იყო თუ არა მართლაც ლობირება, როდესაც ეს ტენდერი ტარდებოდა და ეს ხელშეკრულება იდებოდა? მე ხა გამიჭირდება ამ საკითხთან დაკავშირებით რაიმე კონკრეტული თქმა, თუმცა ერთი რამე ფაქტია, მაშინ ტენდერში იღებდა მონაწილეობას 5 ცალკე იურიდიული სუბიექტი, თუმცა ამ 5 იურიდიულ სუბიექტს 4 ფირმა იყო ასლარიანი ფირმა. ერთი ქუდი ყავდა, ამიტომაც ვსაუბრობთ ჩვენ, როდესაც იგივე ბევრ ესეთ ტიპის კერძო ოპერატორებთან მაშინდელი მერის მიდგომებზე გვაქვს საუბარი, რომ არის ძალიან ბევრი ისეთი პრობლემური საკითხი, რომელიც დღეს ჩვენ გვაქვს, ესე რომ ვთქვათ, ნაღმის სახით და არა მარტო ამ საკითხში, იგივე თავის დროზე გასხვისებული ბაღები, გასხვისებული სტადიონები, გასხვისებული სარეკრეაციო ზონები, რომელზეც დღეს ჩვენ გვიხდება მართლაც უამრავი ძალისხმევა იმაზე, რომ კერძო ინვესტორს და საზოგადოების ინტერესს შორის გარკვეულ კომპრომისზე წავიდეს. ჩვენ არ მოქმედებს. ანუ ეს ნიშნავს, რომ მერიას არ მოსწონს ეს კონტრაქტი, მაგრამ ვერაფერს სვლის ამ კონტრაქტში. ბატონო ვახტანგ, იმ პრინციპით, რომ ავდგეთ ეხლა და რომელიმე კომპანიას, ესე რომ ვთქვათ, არასამართლიანად მოვექცეთ და თუ სახელმწიფოსთან გაფორმებული კონტრაქტი არის სახელმწიფოსთვის არასასურველი და კერძო კომპანიასთვის მომგებიანი, აქ არასდროს არ უნდა ვეძებოთ ჩვენ ბიზნესის დანაშაული, ხოლმე უნდა ვეძებოთ იმ მოხელეების დანაშაული, რომელმაც მისცეს საშუალება კერძო კომპანიას ასეთი მისთვის სასარგებლო პირობები მოეხდინა. მიდგომა დღეს არის ცოტა სხვანაირი, ხო, არავინ ბიზნესს არ ეხება, ბიზნესს თავისუფალია და ის მეთოდები ახლა ჩვენ რომ ავდგეთ და ახლა ვიღაცის ასე ვთქვათ გაძევება გავაკეთოთ ბაზრიდან, ეს არ მგონია რომ არა, აი თქვენ ახსენეთ ბატონო ირაკლი რეკომენდაციას, მერია მისცემს რეკომენდაციას, ჩვენ რეკომენდატორები ვართო, მაგრამ სიტუაცია, როდესაც რეკომენდატორები და მონიტორინგის განმახვეწილებელი. კი ბატონო, აი მძღოლები სახელშეკრულება ურთიერთობის ფარგლებში, რომელიც არსებობს. რა ხდება იმ შემთხვევაში, როდესაც მძღოლები და კომპანია ვერ ახერხებენ შეთანხმებას? აი ამ შემთხვევაში რა ხდება? მგზავრების უკმაყოფილებას თუ კიდევ მოვისმენთ, ხომ? აი მერია იტყვის, რომ მე უბრალოდ რეკომენდატორი ვარ. არ ფიქრობთ, რომ ეს ძალიან მძიმე ტვირთი იქნება მერიისთვის? ჩვენი ჩართულობა და ჩვენ მქონია სხვადასხვა ტიპის შეხვედრები იგივე მძღოლებთან, მოქალაქეებთან, რომლებიც ამ პრობლემებით არიან დაინტერესებული და მაქსიმალურად ჩვენი მიდგომა არის ისეთი, რომ ის პრობლემები, რომელიც არსებობს ნებისმიერ მხარეს, მოლაპარაკებების გზით იქნას მიღწეული და გადაჭრილი. ეხლა თითქოს ახლა გვერდს კიდევ ერთხელ
ვამბობ რა, მე უბრალოდ საუბრობ იმ მოცემულობიდან, რომელიც სამართლებრივად არსებობს მერიასა და ამ კომპანიას შორის, მაგრამ თითქოს ეხა არ მინდა ვინმე შტაბ-ჭრილება დარჩეს ისეთი რომ თითქოს მერია აპირებს რომ განზე იდგეს ამ პრობლემებისგან, ეს ნამდვილად არ არის, სადაც საჭიროა ყოველთვის ვცდილობთ ესე რომ ვთქვათ მაქსიმალურად ჩვენი კომპეტენციების ფარგლებში ამ მედიაციას შევუწყოთ ხელი და ამ მონიტორინგის ჯგუფების ჩვენი წარმომადგენლების ჩართულობა იმ მოქალაქეების ინტერესების დასაცავად, რომლებსაც მართლაც დისკომფორტი ექნებათ გზავრობის დროს, სწორედ ამის დასტურია, რომ ჩვენ ამ ნაბიჯზე წავედით და მაქსიმალურად გასაგებია ვასრულებთ ჩვენს ეთერს. ბატონ შალვა, თუ გაქვთ რაიმე მოკლე რეპლიკის სახით, ესე იგი, იცით რა არის ბატონი ირაკლის ნათქვამი, რომ იცით ისინი ბიზნესზე ზეწოლას ვერ განახორციელებენ, ხომ, როგორც წინა ხელისუფლება, ჩვენთვის არის ნამდვილად მიუღებელი. ჩვენ მოსათხოვის მოთხოვნა, ხომ? და მოსათხოვი არის სწორედ ჩვენი თანამოქალაქეებისათვის ღირსეული, უსაფრთხო, კომფორტული გადაადგილების პირობების შექმნა, ხომ? მოსათხოვის მოთხოვნა არავითარ შემთხვევაში არ წარმოადგენს ბიზნესზე ზეწოლას. კიდევ ვიმეორებ, ამას უნდა მაგიდაზე ხელის დარტყმა და მოყვანა ამ კომპანიის და კეთილი უნდა ინებოს და გადახედოს და საუბარით რომ ეს ზეწოლა ვერ მივიღებ და რაც შეეხება შორს მიმავალ, ასე ვთქვათ, საერთოდ ჩვენ უნდა ჩამოყალიბდეთ სამარშრუტე ტაქსი, ეს ცნება, ეს მიკროავტობუსები ხო ფაქტიურად მცირე ტევადობის ავტობუსებს წარმოადგენენ. ჩვენ როგორი სატრანსპორტო სისტემები უნდა შევქმნათ შორს მიმავალი, რომელიც რამდენიმე ათეული წლით როგორც ადრე იყო ხოლმე წინ საერთოდ ჭირდება თუ არა დედაქალაქს ეს მიკროავტობუსი? გითხარით რომ არის ანომალიური პოსტსაბჭოთა მოვლენა, კარგად განვითარებული საზოგადოებრივი ტრანსპორტი არის აი ამ მოვლენის ალტერნატივა. ამაზე ვფიქრობთ, გრძელვადიანია, ძვირადღირებულია, თუმცა პირველი ნაბიჯები დაწყებულია. აი ბატონმა შალვამიცის პირველი ეტაპი ავტობუსების პარკის განახლების დაწყებულია. ვფიქრობთ მეტროს მოდერნიზაციაზე, ვფიქრობთ ახალ საბაგირო ხაზებზე, ასევე ავტობუსების პარკის სრულად ჩანაცვლებაზე. კი ბატონო, ეს საკმაოდ კომპლექსური საკითხია, მათ შორის კერძო ტაქსებსაც ეხება, რომლებიც ქალაქში გადაადგეს, ძალიან კომპლექსური საკითხია. კი ბატონო, ბატონ შალვა, თუ დაასრულეთ თქვენი სათქმელი? ამით ვასრულებ, რომ ესე იგი თლიანობაში ეს სატრანსპორტო სისტემა არის ისეთ მდგომარეობაში, რომ მას სჭირდება აი მოკლევადიანი, აი რომელიც ხვალვე გადაუწყვეტა ჩვენს თანამოქალაქეებს ამ ყბადაღებული კონდიციონერი და სირცხვილი ამაზე საუბარი და მეორე შორს მიმავალი, რომელსაც სჭირდება მუხჩაუხრელი შრომა, რომელსაც ჩვენ იმედია რომ ერთად გასაგებია. დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ გადაცემაში მონაწილეობისთვის. ირაკლი ლექვინაძე, თბილისის მერის მოადგილე და შალვა აკბაიძე, საკრებულოს წევრი იყვნენ ჩვენი გადაცემის პირველი ნაწილის სტუმრები. გადაცემის მეორე ნაწილში ჩვენ გვექნება დებატები ეკონომიკურ და სოციალურ საკითხებზე, განსხვავებულ ხედვებს შემოგთავაზებთ, რატომ უწოდა გირჩმა თავისუფალი დემოკრატების ეკონომიკური პროგრამა საღას მოკლებული, პოპულისტური და მავნე ინიციატივის შემცვლელი და რა არგუმენტები აქვს თავად თავისუფალ დემოკრატებს თავიანთი იდეების დასაცავად. დავით ონოფრიშვილი და ვახტანგ მეგრელიშვილი რუიანის სტუმრები რამდენიმე წუთში.